ირანის ისლამური რესპუბლიკა დასავლეთის წინააღმდეგ საკმაოდ წარმატებულ საინფორმაციო ომს აწარმოებს, განხეთქილების დათესვით. და რაც ნახეთ არის ის, რომ როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა იშლებოდა, მან მხოლოდ გააძლიერა თავისი საინფორმაციო კამპანიები, რათა დელეგიტიმაცია გაუკეთოს მის წინააღმდეგ წარმოებულ ომს. მათ შეუძლიათ თავისუფლად მოახდინონ გავლენა ჩვენ საინფორმაციო გარემოზე სოციალური მედიისა და მედიის საშუალებით. გვალმოგესალმებით Access of Truth-ზე JNS-ზე. დღეს ჩვენ გვყავს ძალიან განსაკუთრებული სტუმარი, რომელიც ისაუბრებს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, რომელზეც ამ გადაცემაში ბევრჯერ გვისაუბრია, მაგრამ ეს ადამიანი ნამდვილად ექსპერტია და დალოდიც რა დეტალურად იცის, რა ხდება სოციალურ მედიაში. მინდა მივესალმო ჩვენს დღევანდელ სტუმარს, Travis Hollis. ეხლა სრულად წაგიკითხავთ მის ბიოგრაფიას. რადგან ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია გამოვკვეთოთ, რამდენად ბევრ ინფორმაციას ფლობს ამ ადამიანს იმაზე, რაც რეალურად ხდება ადგილზე. და რასაც ვხედავთ, ის ნიმუშები, რომლებიც ციფრულ და სოციალურ მედიაში ჩნდება და შემდეგ მასობრივი მედიის მიერ კიდევ უფრო ძლიერდება, როგორც უკვე ვთქვით. ასე რომ Travis Hollis. ბოდიში ის სინამდვილეში ყოფილი საჰაერო ძალების სადაზვერვო ოფიცერია. ის ასევე იყო სადაზვერვო ანალიტიკოსი NSA-ში, ებრაული ენის თარჯიმანი და რეგიონული მედიის ანალიტიკოსი CENTCOM-ში. ის ასევე მუშაობდა შინაგან უსაფრთხოების დეპარტამენტში ინსტრუქტორად. და რა თქმა უნდა, როგორც ნახავთ მისი საუბრისას, მისი კარიერა ნამდვილად დგას სადაზვერვო და მედიის ანალიტიკის, ასევე კიბერკვლევისა და საგამოძიებო ჟურნალისტიკის გადაკვეთის წერტილში. მას უძღვებია მედიისა და სოციალური მედიის ანალიზები როგორც მთავრობაში, ასევე კერძო სექტორში, რაზეც დღესაც ამახვილებს ყურადღებას. მათ შორის მუშაობდა მედიის დირექტორად ორ სხვადასხვა კიბერუსაფრთხოების კომპანიაში. გარდა ამისა, ჩვენ ასევე ვიცით, რომ ის არის Shadowgraph Intelligence-ის დამფუძნებელი, სადაც იძიებს ექსტრემიზმს, უცხოური გავლენის ოპერაციებს, რაზეც დღეს ბევრს ვისაუბრებთ, ასევე კოორდინირებულ არაოთენტურ ქცევას. კიდევ ერთხელ, ამაზეც ვისაუბრებთ დღეს, ასევე ანონიმურ ონლაინ აქტორებზე. იცით, იმ ბოტებზე, რომლებსაც თქვენს კომენტარებში ხედავთ, და იმ რთულ ციფრულ ქსელებზე, რომლებიც მათ გარს აკრავს. ჰოლი ყურადღებას ამახვილებს ღია წყაროების დაზვერვისა და ნარატივის დაზვერვის მეთოდების გამოყენებაზე, რათა გამოავლინოს ფარული აქტორები სოციალურ მედიაში. იმ ეკოსისტემების რუკირების მიზნით და იმისთვის, რომ რთული ციფრული მტკიცებულებები გარდაქმნას ისეთ რამეთ, რაც შენ ან მე შეგვიძლია გავიგოთ. მაშ, ზედმეტი სიტყვების გარეშე, Travis, ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს შემოგვიერთდი და ნათელი მოფინე იმას, რაც ხდება. მადლობა, რომ აქ ხარ. მადლობა, Emily. მინდა დავიწყო იმით, რომ მაყურებლებს მოკლედ ავუხსნა, ვინ შეიძლება ასე ახლოდან არადევნებდეს თვალს საინფორმაციო ომს. ანუ, რა არის საინფორმაციო ომი? რას ხედავთ დღეს სოციალურ მედიაში, განსაკუთრებით ირანის ომის გარშემო? დიახ, ჩემი შეფასებით, საინფორმაციო ომი არის ნამდვილი ომი. რაც ჩვენ გვესმის არის ის, რომ რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის დაპყრობა. ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ვერ შეძლო საკუთარი თავის დაცვა კინეტიკურ ომში, შეერთებული შტატებისა და ისრაელის წინააღმდეგ. მაგრამ ირანის ისლამური რესპუბლიკა საკმაოდ წარმატებულ საინფორმაციო ომს აწარმოებს დასავლეთის, ისრაელის და ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ ერთდროულად. იმ ორ ქვეყანაში უკვე არსებული განხეთქილების გაღვივებით, სადაც უკვე არსებობს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სხვა სახის ბზარები. და რაც ნახეთ არის ის, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა დემონტაჟდა საჰაერო თავდაცვის, საჰაერო ძალების, საზღვაო ძალების მხრივ, მან მხოლოდ გააძლიერა თავისი საინფორმაციო კამპანიები, რათა მის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ლეგიტიმურობა ეჭქვეშ დააყენოს. ეხლა მინდა გითხოთ, ვინ არიან ამ თამაშის მონაწილეები, რომელი სახელმწიფო აქტორები არიან ჩართული. ძირითადად სახელმწიფოებია, ბოტებია, ინფლუენსერები არიან, მედია. პასუხი არის ყველა ეს ჩამოთვლილი. ესე რომ რეალურად არსებობს ეკოსისტემა იმ ოფიციალურ, ნახევრად ოფიციალურ, არაოფიციალურ სახელმწიფო, ნახევრად სახელმწიფო და სახელმწიფოსთან დაახლოებულ აქტორებს შორის, როგორც შეიძლება ვთქვათ. არსებობს სპექტრი აქტორებისა, რომლებიც აწარმოებენ საინფორმაციო ომს, რაც რეალურად კოგნიტური ომის ნაწილია. შეგიძლიათ ახსენოთ Press TV. ეს არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მედია, Press TV, Tasnim News. შეგიძლიათ ახსენოთ IRIB, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკის პროპაგანდის ინსტრუმენტია. შემდეგ შეგიძლიათ ახსენოთ ისეთი აქტორები, როგორებიც მათი კიბერაქტორები არიან.
Microsoft-მაც კი გამოაქვეყნა საფრთხის დაზვერვის ანგარიშები ჰაკერული ჯგუფების მიერ განხორციელებულ კიბერგავლენის ოპერაციებზე, როგორც სახელმწიფო, ასევე ნახევრად სახელმწიფო ჯგუფების, ასევე ინფლუენსერებისა და ბოტების შესახებ. სწორედ ეს ყველაფერი მოქმედებს ერთდროულად, რათა გამოიწვიოს გარკვეული კოგნიტური ცვლილება დასავლეთში. და არ ვიტყოდი, რომ ისინი მთლიანად შეთანხმებულად მოქმედებენ. სახელმწიფო დონეზე, ან ერის სახელმწიფოს დონეზე უნდა ვთქვა, ოფიციალურად, ისინი უფრო მეტად შეთანხმებულად მოქმედებენ, ბუნებრივია. მაგრამ როცა საქმე ეხება ისეთ რაღაცებს, როგორიცაა მაგალითად ინფლუენსერები, სასარგებლო იდიოტები და ბოტები და მსგავსი რამ, ეს უფრო ნაკლებად კოორდინირებულად ხდება. მაგრამ საბოლოო ჯამში მათ ერთი და იგივე მიზანი აქვთ და ეს არის დასავლეთის დემორალიზაცია. ანუ კიდევ უფრო მეტი პოლიტიკური და სოციალური განხეთქილების შექმნა. და როცა ამას აკეთებენ ერთად თუ ცალ-ცალკე, ეს საკმაოდ ეფექტურია. და რასაც ვხედავთ, არის გარკვეული ინოვაცია. არ მინდა, მაგრამ უნდა ვაღიარო. არ მინდა კომპლიმენტები მიუძღვნა ამ ტერორისტულ რეჟიმს, მაგრამ ისინი რეალურ დროში საინფორმაციო ომში ინოვაციას ახდენენ. ისინი სოციალურ მედიაში ატარებენ კამპანიებს, რასაც რუსეთიც კი ეფექტურად ვერ ახერხებს. ესე რომ ჩვენ ძალიან სახიფათო პერიოდში ვიმყოფებით კოგნიტური ომის თვალსაზრისით. შეგიძლიათ რამდენიმე მაგალითი მოიყვანოთ იმ საკითხებიდან, რაზეც საუბრობთ. სულ მცირე ერთი ან ორი, რომ ადამიანებმა გაიგონ, რას ნიშნავს ის ტერმინები, რასაც ვიყენებთ, როცა ვსაუბრობთ საინფორმაციო ომზე ან არაოთენტურ ქცევაზე. როგორ გამოიყურება ეს? რომელი ნარატივები ვიხილეთ, რომ რეჟიმი ავრცელებდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში? დიახ, ორი ძალიან ძლიერი მაგალითი მინდა მოვიყვანო. ერთ-ერთი მათგანი არის Legos ანიმაცია. არსებობს ორგანიზაცია სახელად Explosive Media, რომელიც ვირუსულად გავრცელდა X-ზე და ასევე აქვს წარმომადგენლობა Instagram-სა და TikTok-ზე. და ისინი ქმნიან ხელოვნური ინტელექტის Legos ანიმაციებს, რომლებიც ასახავს მუსიკალურ ვიდეოებს Legos პერსონაჟებით, დასავლური მემედიისა და დასავლური ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებით. და ისინი ქმნიან rap ვიდეოებს, ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ rap ვიდეოებს, ვიზუალიც და აუდიოც ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი. და ამ ვიდეოებში ისინი ნამდვილად შუღლს თესავენ და ავრცელებენ ნარატივებს განსაკუთრებით ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ, მაგალითად რომ ისრაელი აკონტროლებს ამ ომს. Trumpy, ესე ვთქვათ, Epsteinis კლასის ნაწილია. ეს ომი თქვენი ადმინისტრაციის მთავარი ფოკუსია და არა სამოქალაქო უფლებები ან ეკონომიკა. და ეს ვიდეოები სტრატეგიულად არის შექმნილი იმისთვის, რომ აუდიტორიის სიფრთხილე შეამციროს დასავლური ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებით, მაგალითად Legos ანიმაციით და ძალიან ჩამჭრელი რეპ სიმღერებით. ეს ნამდვილად შეუძლია მიიზიდოს ახალი აუდიტორია, რასაც ისლამური რესპუბლიკა ვერასდროს შეძლებდა ფარსულ, არაბულ ან რეგიონიდან მოსული მასალით. ესე რომ ეს ძალიან ეფექტური და საშიში პროპაგანდაა. ხელოვნური ინტელექტით შექმნილი კონტენტის გამოყენების ინოვაცია და დასავლური ინტელექტუალური საკუთრების გამოყენების ინოვაცია. სხვათა შორის ამ ყველაფრის უკან მდგომი პირები სახელმწიფო აქტორები არ არიან. ეს ჩემი პირადი კვლევიდან ვიცი. მე გამოვავლინე, ვინ არიან ეს ადამიანები. ჯერ საჯაროდ არ დამიხსენებია ეს, მაგრამ ესენი არიან ყოფილი მუსიკოსები და მედიის წარმომადგენლები, რომლებიც ახლა მათი სიტყვებით ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან კონტრაქტით მუშაობენ. მაგრამ მე არ ვხედავ მტკიცებულებას, რომ ისინი რეჟიმის ნაწილი არიან, თუმცა მათი წარმატება რეჟიმის ყურადღებას მიიპყრო. ამიტომ ეხლა ირანში კერძო პროპაგანდისტებს შეუძლიათ კონტრაქტით მხარი დაუჭირონ რეჟიმის მიზნებს აქ. მეორე პუნქტი, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, არის ისლამური რესპუბლიკის საელჩოების ანგარიშების გამოყენება X-ზე. ეს საელჩოების ანგარიშები ავრცელებენ მიმებს. ეს ძალიან საინტერესოა. ისინი ავრცელებენ პროპაგანდას დიპლომატიური მისიის საფარქვეშ, ხო ასეა? საელჩოებს აქვთ დიპლომატიური დაცვა. ეს ყველამ ვიცით, ყველა ქვეყანაში. ამით დიდ თავისუფლებას იღებ. ეხლა კი ციფრულ სივრცეში ისინი ავრცელებენ მიმებს. ამას შეიძლება მემეტიკურ ომს, მიმების ომს უწოდო.
ისინი ავრცელებენ საკმაოდ ჭკვიანურ და სახალისო მიმებს იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქ ნაკლები ინტერესი აქვს. სასაცილო მიმები, რომლებიც ამცირებენ და აკრიტიკებენ პრეზიდენტ ტრამპს, მაგალითად როცა ამბობს, ჩვენ ვაკონტროლებთ ჰორმუზის სრუტეს. მათ ახლა საკმაოდ ცნობილი მემი შექმნეს, სადაც ბავშვი საჭედევს მოზრდილის საჭის გვერდით. ხუმრობა იმაშია, რომ თითქოს კონტროლი ჩემს ხელშია. ეს მიმები უნდა ნახო, რომ მიხვდე, რამდენად ძლიერია ისინი. ასე რომ ხელოვნური ინტელექტიდან მიმებამდე, ირანის ისლამური რესპუბლიკა ახლა მსოფლიოში ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე ბევრად უფრო დახვეწილ საინფორმაციო ომს აწარმოებს. ისე ჟღერს თითქოს ისინი იყენებენ დასავლეთში არსებულ ან უკვე არსებულ სოციალურ განხეთქილებებს, პროპაგანდის მეშვეობით იყენებენ, იმით, რაც ჩვეულებრივ მაყურებელს ძალიან ჭკვიანურ და სახალისო ხუმრობებადად მოეჩვენებოდა. მასალა, რომელსაც ნებისმიერი ამერიკელი შეიძლება შეხედოს, თუ იცით ისინი პოლიტიკურად არ ეთანხმებიან პრეზიდენტ ტრამპს. ეს სწორია? ისინი იყენებენ სოციალურ განხეთქილებებს? Absolute right. და როგორც უნდა აკეთებდნენ, არ მინდა ვაღიარო, მაგრამ ასეა, ეს უბრალოდ მარტივი საწვავია. ეს არის ყველაზე ადვილად მისაწვდომი რამ. არ არის საჭირო ამერიკულ პოლიტიკურ ან სოციალურ სისტემაში განხეთქილების შექმნა. უბრალოდ უნდა ამოიცნო ისინი. შეიძლება უბრალოდ ამერიკულ სიახლეებსაც კი უყურებენ. ვფიქრობ ასეა. თუ მათ ინტელექტი აქვთ, ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებდნენ იმის გასაგებად, სად არის ეს განხეთქილებები და რომელი შეიძლება იყოს ყველაზე სტრატეგიული, რომ ზეწოლა მოახდინონ. ეს რომ პირადად მე ძალიან ბევრი ან საერთოდ რაიმე ახალი ნარატივი არ მინახავს, რაც ახლა თავში მომდის. მაგრამ ვფიქრობ, რასაც ისინი საკმაოდ კარგად აკეთებენ არის არსებული ნარატივების, მაგალითად ეპსტეინის, ეპსტეინის სკანდალის და სხვა მსგავსი თემების გაძლიერება. სადაც ჩვენ ვხვდებით განსაკუთრებით რესპუბლიკელების მხარეს, რომლებიც ახლა რა თქმა უნდა აშშ-ში ხელისუფლებაში არიან, ამგვარი სამოქალაქო ომი, ესე ვთქვათ, მაგას ამერიკა უპირველეს ხოვლისა და სხვა მსგავსი ტევსი ტერმინოლოგიის მიმდევრებს შორის. და კიდევ უფრო დიდი განხეთქილების შეტანა ამ აუდიტორიებს შორის. ამას ისე წარმოაჩენენ, თითქოს ეს ეპსტეინის დოკუმენტების გამოქვეყნებისგან ყურადღების გადატანის მცდელობაა და თითქოს ეს არ არის ამერიკა უპირველეს ყოვლისა. და ეს ეფექტურია. გულწრფელად გეტყვით, ესეთი ტიპის მესიჯები ეფექტურია. და ჩვენ ეს ნახეთ გამოკითხვებსა და კვლევებში, რომ ეს ირანში ომი უმეტეს ამერიკელებს და სულ უფრო მეტად რესპუბლიკური პარტიის ნაწილებს საერთოდ არ უჭერენ ხარს. იცით, მინდა ამასთან დაკავშირებით რაღაცა კითხოთ. ძალიან გავრცელებული ნარატივი, რომელსაც სულ უფრო ხშირად ავრცელებენ სოციალურ მედიაში, იქნება მედიის წარმომადგენლები. იცით, თვითონ საელჩოები, ირანის საელჩოები უნდა ვთქვა, ისლამური რეჟიმის საელჩოები, მაგრამ ეს არის თავდასხმა ამერიკის ურთიერთობაზე ისრაელთან ზოგადად, რაზეც ამ გადაცემაში თავადაც მისაუბრია. თქვენ იტყოდით, რომ ესეც ერთ-ერთი სოციალური ბზარია, რომელსაც ისლამური რესპუბლიკა ცდილობს გააძლიეროს. ალბათ არა მხოლოდ ისინი. გულისხმობ ვიცი, რომ ბევრი კვლევა გაქვთ ჩატარებული თურქეთზე, რუსეთზე, ბევრ ასეთ სახელმწიფო აქტორზე, რომლებიც სოციალურ მედიას იყენებენ დასავლეთში განხეთქილებებისა და დაპირისპირებების გასაღრმავებლად. ესეც ერთ-ერთი იქნებოდა მათ შორის. დიახ, ნახეთ, ეს ნამდვილად ის რაღაცა, ბოდიშს ვიხდი ტერმინოლოგიისთვის, მათ წინაშე, ვინც შეიძლება ამას ვერ მიხვეს, ეს პოლიტიკური იდეოლოგიის ეგრეთ წოდებული ცხენის ნალის თეორია. რადიკალური მემარჯვენეებიც და მემარჯვენეებიც სულ უფრო ხშირად ამბობენ, რომ შეერთებული შტატები ისრაელის მარიონეტია, რაც აშკარად და ობიექტურად სასაცილოა. მაგრამ ნარატივის ომი ამაზე არ არის. ეს ნამდვილად არ ეხება მტკიცებულებებს. ეს ეხება დარწმუნებას. და იმისთვის, რომ შეიქმნას ეს უფრო დიდი განხეთქილება შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის, მათ უბრალოდ უნდა გააგრძელონ ამ ცეცხლის გაღვივება. მეტი საწვავი მიაწოდონ მას. ცეცხლი გაიზრდება, თუ უბრალოდ საწვავს დაამატებ. ცეცხლს არ აინტერესებს რა არის ნამდვილი და რა არა. და მგონია, რომ ეს უკვე ეფექტური ხდება. გულისხმობ, ნაწილობრივ ეს ჩანს წინა ადმინისტრაციის დროს ბაიდენთან და იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით. და ეხლა ტრამპის დროს პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისულვებდა ისრაელი დამოუკიდებელი გახდეს აშშ-ს სამხედრო დახმარებისგან. მომდევნო 10 წლეულში. ეს არის უპრეცედენტო, წარმოუდგენელი მოვლენები 7 ოქტომბრის შემდეგ.
და ნაწილობრივ მე მჯერა რომ ამას შეიძლება მიაწერო საინფორმაციო ომს ისრაელისა და შეერთებული შტატების წინააღმდეგ. თითქოს ეს ურთიერთობა არამდგრადია. ეს არ არის ღირებული შეერთებული შტატებისთვის. ეს ფულის ფლანგვა და ასე შემდეგ. და ვფიქრობ, ეს ცვლილებებს იწვევს როგორც ისრაელში, ასევე შეერთებულ შტატებში. დასაკვირვებელია, იქნება თუ არა ეს ცვლილება კარგი რომელიმე ქვეყნისთვის, თუ უბრალოდ კარგი იქნება მათთვის, ვინც შეერთებული შტატებისა და ისრაელის წინააღმდეგია. იცით საინტერესო, რადგან ამ თემაზე დისკუსიამ ძალიან ბევრი დრო დაიკავა ეთერში და სოციალურ მედიაში, როგორც თქვენ იცით. და მთლიანობაში შეერთებული შტატების პერსპექტივიდან ჩვენ საუბრობთ საგარეო დახმარების საერთო ბიუჯეტზე, რომელიც შეადგენს აშშ-ის ბიუჯეტის 1%-ზე ნაკლებს. და ეს ყველა ქვეყანას ეხება, არა მხოლოდ ისრაელს. სინამდვილეში უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს არის 1.2%. მაგრამ უბრალოდ სიგიჟეა, რომ ამაზე ამდენ საუბრობენ, თითქოს მხოლოდ ეს ურთიერთობა იყოს ასეთი დამღლელი. ან როგორღაც იცით, ანტიისრაელელი ადამიანები ამას ასე წარმოაჩენს, თითქოს პარაზიტული იყოს. მაშინაც კი, როცა ეს ასე უმნიშვნელოა, სინამდვილეში ორივესთვის სასარგებლოა. ეხლა ცოტა ემოციურად საუბრობ, ესე რომ თავი შემიშალა, მაგრამ მინდა გავაგრძელო და კითხოთ ამ ინფორმაციული ომის კუთხით, ანუ როგორ აკეთებენ ამას? ტექნიკურად როგორ ახერხებენ? იყენებენ ბოტებს, უხდიან ინფლუენსერებს, ამაზე ცოტა ადრე შეეხეთ. მიცით, რომ ისინი იყენებენ თავიანთ ძირითად ანგარიშებს, ისლამური რესპუბლიკის მედიას უკაცრავად, საელჩოს ანგარიშებს. მართალია. როგორ კიდევ აძლიერებენ ისინი ამ ნარატივებს და როცა ეს უკვე გავრცელებულია, მერე რა ხდება? იცით, ისლამური რესპუბლიკა შეიძლება გამოაქვეყნოს სასაცილო მიმი დონალდ ტრამპზე, მაგრამ როგორ მიაწვიან მას სწორ აუდიტორიას? დიახ, ასე რომ ნამდვილად იყენებენ ბოტებს. ჩვენ ხედავთ მათ, იცით, მე ახლა ხან გამოვაკვეყნე რამდენიმე ანგარიში, კერძოდ და მალე საჯაროდაც გამოვაკვეყნებ. სადაც გამოვავლენ ამ ავლენამ ქსელებს, რომლებიც ხშირად ქირავდებიან. ისინი შეიძლება იყვნენ როგორც დასაქირავებელი ბოტები. არის ოპერაციები ირანის ისლამური რესპუბლიკის გარეთ, ლიკის გარეთ. ამას გეტყვით, იქნება ეს, ვერ ვიტყვი ზუსტად. მე არ ვაცხადებ, რომ ირანულ ბოტებში ექსპერტი ვარ, მაგრამ როცა საქმე ეხება ბოტების ქსელებს ან იმას, რასაც ჩვენ კოორდინირებულ არაოთენტურ ქცევას უწოდებთ, რაც ბოტების განსგამოყენებას გულისხმობს, ეს არის ყალბი პროფილების გამოყენება. განსხვავება ისაა, რომ ბოტები ავტომატიზებულია, ყალბ პროფილებს კი რეალური ადამიანები მართავენ, ყალბის სახელებით და ყველაფრით, რაც შუაშია, ნახევრად ავტომატიზაციით. ჩვეულებრივ სახელმწიფო ყალბ პროფილებს იყენებს. უფრო მეტიც, უფრო დახვეწილ ოპერაციებს სამხედროები და სადაზვერვო სააგენტოები მართავენ. და ეგრეთ წოდებული ბოტ ფერმებსაც. ეს დიდი სერვერები და იცით, კედლები, რომლებიც სავსეა ტელეფონებით, როგორც წესი, უფრო მესამე სამყაროს ქვეყნებში კეთდება. არა ყოველთვის, ნამდვილად არა ყოველთვის, მაგრამ ხშირად სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში უკვე თავენ. ზოგჯერ ისეთ ადგილებში, როგორიცაა თრიცა, თურქეთი და ასე შემდეგ. ამით მათ შეუძლიათ გარკვეულწილად დაფარონ, ვინ ახორციელებს ამ ოპერაციებს. ეს შეიძლება იაფად გაკეთდეს. ეს რომ ნამდვილად არსებობენ ბოტები, რომლებიც არა ბოტებს ან კოორდინირებულ არაოთენტურ ქცევას ორი მიზანი აქვთ, უბრალოდ რომ შევაჯამოთ. იქნება ეს ადამიანი ანგარიშის უკან, თუ იქნება ეს ჯო 56321 ანგარიში. საბოლოოდ მიზანი ორი რამეა. პირველი, გააძლიეროს უკვე არსებული გზავნილები, რომლებიც იქ არის გავრცელებული. იქნება ეს Tucker Carlson-ის პოსტზე მაგალითად, ან Candace Owens-ის, ან სხვა რომელიმე. და შემდეგ ხდება ჩართულობის გაძლიერება, მოწონებები, კომენტარები, გაზიარებები, რომ ეს გზავნილი უფრო შორს გავრცელდეს. ეს არის კოორდინირებული არაოთენტური ქცევის ერთი მიზანი. მეორე კი არის ნარატივების დათესვა. ხშირად ეს ხდება ისევ და ისევ, უფრო ხშირად ეგრეთ წოდებული ყალბი ანგარიშების მეშვეობით. რადგან ყოველთვის ასე არ არის, მაგრამ ისინი ამას უფრო დახვეწილად აკეთებენ, ეს ანგარიშები უფრო ავთენტურად გამოიყურება და ისინი იქ შედიან და ნარატივს დათესავენ. და საბოლოოდ, ყველაზე ძლიერი რამ, რაც შეგიძლია გააკეთო, არ არის აუცილებელი ზედმეტად ჩადო ძალისხმევა ნარატივის ან პერსპექტივის აუდიტორიისთვის თავზე მოხვევაში, ასე ვთქვათ. უბრალოდ ეჭვის ან უნდობლობის დათესვა მთავარი. ეს ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე იძულება და რაიმე სავალდებულო გზავნილის გავრცელება. და სწორედ ეს ხდება დასავლეთის დემორალიზაციის პროცესში. ისევ და ისევ, საქმე არ ეხება ადამიანების დარწმუნებას.
საქმე იმაშია, რომ ისინი დაეჯვონ საკუთარ მართლობაში და საკუთარ ღირებულებებშიც კი. საინტერესოა, რომ დაკერ კარლსონის თემა წამოაყენეთ, რადგან ვიცი, რომ უკვე რამდენიმე ინციდენტი მოხდა. ისინი აშენებენ ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო მედიას. თქვენ დასათვლისში ახსენეთ, რომ IRIB ავრცელებს დაკერ კარლსონის განცხადებებს, მის შეთქმულების თეორიებს. მაგალითად, მათ ასევე გააშუქეს ჩემი დებატი ანა კასპარიანთან. მათ გააშუქეს საკმაოდ ბევრი, ცუდად ცნობილი, ასე ვთქვათ, თვითგამოცხადებული ამერიკა უპირველეს ყოვლისა აქტივისტი. ანუ ეს ამის ნაწილია. ეს არის მაგალითი იმისა, რასაც ამბობდით, რომ ისინი ებრაუჭებიან იმას, რასაც სხვები აკეთებენ. შესაძლოა ისინი პირდაპირ არ იღებენ დაფინანსებას, მაგრამ ისლამური რესპუბლიკა მაინც იყენებს ამას ამ ნარატივების, ან თუნდაც შეთქმულების თეორიების გასაძლიერებლად. დიახ, და უფიქრობ ეს კარგი შენიშვნაა. ჩვენთვის, ვინც საგამოძიებო ჟურნალისტიკაში ან სხვადასხვა ანალიტიკურ ცენტრში მუშაობთ, ეს ძალიან რთულია. ჩვენთვის ძალიან რთულია, თუ საერთოდ შესაძლებელია დავამტკიცოთ რომ ეს ადამიანები იღებენ ანაზღაურებას. ან რაიმე სახის პირდაპირი წახალისება იღებენ ისლამური რესპუბლიკისგან, რუსეთისგან, ჩინეთისგან, ყატარისგან, თურქეთისგან. ამის გასაკეთებლად ალბათ დაგჭირდებათ სამართალდამცავი ორგანოები, სასამართლო უწყებები და მსგავსი რამ. მაგრამ რაც ნამდვილად ვიცით არის ის, რომ ისინი იღებენ ამას, გააცნობიერებენ თუ არა ამას, ვფიქრობ, რომ აცნობიერებენ. მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ გზავნილებს აძლიერებენ და შეიძლება არც კი იცოდნენ, რატომ ხდება ზოგიერთი ვიდეო ვირუსული, ან რამდენად დიდია ჩართულობა მასზე. ალბათ საკუთარ თავს ამხნევებენ, რომ აი სწორ გზაზე ვარ. აი ნახეთ, ყველას მართლა მოსწონს ჩემი კონტენტი, ისინი მხარს მიჭერენ. შეიძლება არც კი იცოდნენ, თუ ძალიან გულუხვი ვიქნები. შეიძლება არც კი იცოდნენ, სულ მცირე, რა დონეზე აძლიერებენ ამას ის ადამიანები, ვისაც სურთ, მათი გზავნილი უფრო შორს წავიდეს. და ეს არის პრობლემა. აქ საქმე რეგულირებას, გამჭვირვალობას, ტექნოლოგიას და ყველა ამ ელემენტს ეხება. ჩვენ არ გვაქვს სხვა საშუალება, გარდა ისეთი ადამიანებისა, როგორიც მე ვარ, შენ ხარ და სხვები, ვინც ამ სფეროში მუშაობს, რომ ნამდვილად ვეცადოთ. გავარკვიოთ, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, არის თუ არა ეს უკანონო და რა გავლენას ახდენს მოსახლეობაზე. ჩვენ ისტორიის ძალიან ცუდ პერიოდში ვართ, როცა ამის უფლება მივეცით. კიდევ ერთხელ, შეგიძლია ერთდროულად ორი აზრი გქონდეს თავში. ძალიან უჭერ მხარს სიტყვის თავისუფლებას, მაგრამ ამავდროულად ვაღიარებ, რომ სოციალურ მედიასაც და ეხლა უკვე ხელოვნურ ინტელექტსაც უბრალოდ უკონტროლოდ ვუშვებთ. ეს რაღაცები თითქმის მთლიანად უკონტროლოა. და ამას ბევრი შედეგი აქვს. მაგრამ ინფორმაციული ომის თვალსაზრისით ვფიქრობ, დასავლეთში ვხედავთ გაყოფის უპრეცედენტო ესკალაციას. და ეს დაიწყო ჯერ კიდევ პირველი ტრამპის არჩევნების წინ. და ეხლა რა თქმა უნდა მხოლოდ უარესდება და უარესდება. იცით, თქვენ მართლაც საინტერესო რამ წამოაყენეთ, რაც ჩვენ ამ გადაცემაში რამდენიმე კვირის წინ გავამჟღავნეთ იმ ინფლუენსერებზე ან ასე წოდებულ ჟურნალისტებზე, რომლებიც ირანში მიიწვიეს ფიზიკურად ირანში. მათ შორის სულ მცირე ერთი ამერიკის მოქალაქე და ერთი დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, ბუში თუ შეიფი. და მართლაც მე თვითონაც შევისწავლე ეს საკითხი და გამოვიკვლიე და შევძელი დამედგინა, რომ ეს ნაწილობრივ მაინც დაფინანსებული იყო თავად ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ. ასე რომ ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ ზოგ შემთხვევაში ისინი პირდაპირ თანამშრომლობენ მათთან. იცით, იღებენ თუ არა ისინი პირდაპირ ფულს, იმის ნაცვლად, რომ რაიმე სხვა სახით მიიღონ ანაზღაურება. მაგალითად, ამ მოგზაურობის, ამ ინფლუენსერების მოგზაურობის დროს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. ძალიან საინტერესო განხილვაა, რა თქმა უნდა, რადგან ეს შეიძლება და დიდი ალბათობით არღვევს სანქციებს, როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე აშშ-ში. ასე რომ ჩანს, რომ ნამდვილად არის გულგრილობა, კანონის აღსრულების ნაკლებობა იმ კანონების მიმართ, რომლებიც დასავლეთში არსებობს, რაც მაძლევს კითხვას, რას აკეთებს დასავლეთი ამ საკითხთან დაკავშირებით? რას აკეთებენ სოციალური მედიის კომპანიები ამ საკითხზე კერძო სექტორში? არის კი ეს საერთოდ სტრატეგიის ნაწილი სამხედრო თვალსაზრისით, როდესაც ასეთ კონფლიქტებს უყურებთ? დიახ, ეს თქვენი ყველაზე რთული შეკითხვაა აქამდე, რადგან მართლა არ მაქვს პასუხები ამაზე. მე სრულიად გაოგნებული ვარ, როგორც ყველა სხვა. როგორ ვუშვებთ ამერიკელებს არა მხოლოდ ამ მტრულ ქვეყნებში წასვლას, იქნება ეს ანაზღაურებული თუ უფასო მოგზაურობა.
ენვითომ ჟურნალისტური საქმიანობისთვის და შემდეგ ბრუნდებიან ASS-ში და უცებ ამ დროულად განწყობილი ქვეყნების პროპაგანდისტებად იქცევიან. ჩვენს პირიქით გვაქვს შემთხვევები, როცა სხვა ქვეყნებიდან იგივე ტიპის ადამიანები ჩამოდიან ASS-ში და ავრცელებენ იგივე სახის სიძულვილს. დიახ, რაც მე ვხედავ, შეგიძლიათ ისაუბროთ მედია ბენჯამინზე, Code Pink-დან. შეგიძლიათ ისაუბროთ Calla Wall-ზე. ანუ სია გრძელია. ჰასან ფაიქერი ახლა უწყებით დაიბარეს კუბაში მოგზაურობის გამო. და იცით, იქნება ეს OFAC-ის შესაძლო დარღვევები, სანქციების დარღვევები, თუ უბრალოდ პოტენციურად სედიციური საქმიანობა. აი მე არ ვიცი, ვფიქრობ შეიძლება ეს განსაზღვრული ხაზი არ არსებობს. არ ვიცი, მე იურისტი არ ვარ, რომ ზუსტად ვიცოდე სად გადის ხაზი, ესე ვთქვათ, სიტყვის თავისუფლებასა და მაგალითად. კარგი, როგორც ჩანს ეს ხაზები თითქმის თავიდან იწერება. იცით, თითქოს ახალ ტერიტორიაზე ვართ, როგორც ჩვენ თქვით, თითქოს ჩვენ არ ვიცით ზუსტად. ერთის მხრივ არსებობს კონსტიტუციით დაცული სიტყვის თავისუფლების უფლება, რაც იცით ძალიან მნიშვნელოვანი რამაა, რასაც ჩვენ გვინდა დავიცვათ. და ამავე დროს იგივე პრინციპი თითქოს თავდაყირად დგება, ის იარაღად იქცევა. ის დასავლეთის წინააღმდეგ გამოიყენება. ასე რომ, სად არის ეს ზღვარი? გულისხმობ. სოციალური მედიის პირობებში სიტყვის თავისუფლება ხელახლა განისაზღვრება. ფიქრობ, ეს არის ეპოქა of დემოკრატია თავის სუსტ მხარეს აჩვენებს. დემოკრატია, უფიქრობ, უმეტესობა გონივრული ადამიანებისა იტყოდა, რომ საუკეთესო სისტემაა, მაგრამ ესეც არ არის სისტემა სერიოზული ნაკლოვანებების გარეშე. იგივე კაპიტალიზმზეც. ამაზე ახლა არ შევჩერდებით, მაგრამ ვფიქრობ, კაპიტალიზმი ყველას საუკეთესო შანსს აძლევს, თუმცა, რა თქმა უნდა, ისიც ხშირად გამოიყენება ბოროტად. რასაც დემოკრატიის მხრივ ხედავთ, არის ის, რომ სიტყვის თავისუფლება მოწინააღმდეგეებს ასიმეტრიულ უპირატესობას აძლევს. და ამის იდეალური მაგალითია დიდი ოთხეული: ირანის ისლამური რესპუბლიკა, რუსეთი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა. მათ შეუძლიათ თავისუფლად მოახდინონ გავლენა ჩვენ საინფორმაციო გარემოზე, სოციალური მედიისა და მედიის საშუალებით. და ჩვენ ძალიან ჩვენთვის ძალიან რთულია შევიდეთ მათ საინფორმაციო გარემოში და გავლენა მოვახდინოთ მათზე. ჩვენ ამას ახლა ვხედავთ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, სადაც ინტერნეტი უკვე რამდენი თვეა გათიშულია. ამიტომ ჩვენ ვერ უკავშირდებით ირანის ხალხს, მაგრამ ირანის ისლამურ რესპუბლიკას შეუძლია თავისი მემეტიკური ომი და ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ლეგოს ვიდეოები გამოიყენოს დასავლური აუდიტორიის მისაღწევად. სხვათა შორის ამაზე რამდენიმე ანგარიში არსებობს და მათ ამ კამპანიებიდან მხოლოდ ზოგიერთის გაანგარიშება მოახდინეს. მათ აქვთ 1 მილიარდზე მეტი, მილიარდი ნახვა. ეს არის საკითხი, რომელსაც დემოკრატია რეალურ დროში სწავლობს. ჩვენი საინფორმაციო გარემოები ადვილად შეიძლება ბოროტად იქნეს გამოყენებული. და სოციალური მედიის ბუნებიდან გამომდინარე, იმ სისწრაფით, რომლითაც ნარატივები ვრცელდება, ცვლილებების გამოწვევის შესაძლებლობაც წარმოუდგენელია. ამით დავასრულებ, უფიქრობ, ყველამ უნდა დაიწყოს ამის თქმა. ეს ჩემი ჰიპოთეზა. სოციალური მედია მასობრივი დესტაბილიზაციის იარაღია, რომელიც მასობრივი განადგურების იარაღად ქცევის ზღვარზეა. კარგი, მინდა კითხოთ, ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, მაყურებლებისთვის, არსებობს რაიმე ნიშანი, როგორ შეიძლება ადამიანებმა გაიგონ, რომ ის, რასაც იღებენ ან კითხულობენ, დამახინჯებული ნარატივია? თუ დღესდღეობით ამის გაგება საერთოდ შეუძლებელია? არ ვაპირებ მოგატყუოთ. კი, არსებობს გზები, მაგრამ ეს ძალიან რთულია. ანუ, ხალხი ჩემთან მოდის, ალბათ იმიტომ, რომ ზოგიერთს გონია ამ საკითხში ექსპერტი ვარ. შემიძლია ვასწავლო ადამიანებს, როგორ მოძებნონ ეგრეთ წოლებულ საგანგაშო ნიშნები და ნიშნები, რაც შეიძლება არსებობდეს. და ახლავე 2 მაგალითს მოგცემთ. მაგრამ საბოლოო ჯამში, სიმართლე რომ თქვა, ვის აქვს დრო გააკეთოს ყველა ის ანალიზი, რასაც მე, შენ და სხვა ადამიანები ვაკეთებთ. ხალხს არ ვადანაშაულებ. სამწუხაროდ, სოციალური მედიისა და ინფორმაციის ბუნება ასეთია, რომ ყოველი პოსტის გაჩერება და 10 საგანგაშო ნიშნის ძებნა უბრალოდ არაპრაქტიკულია. და ეს არის საშიში ნაწილი, თუ გინდა რომ სიმართლემ გაიმარჯვოს, მაშინ სიმართლე მარტივად უნდა იყოს საჩვენებელი. მაგრამ ტექნოლოგიური და საინფორმაციო გარემო, სადაც ცხოვრობთ, ამას არ გვაძლევს საშუალებას.
ამიტომ აქ რამდენიმე მაგალითს მოგცემთ. ხანდახან ეს იქნებოდა სერიული მომხმარებლის სახელები სოციალურ მედიაში: John 5 6 3 2 1 და ასე შემდეგ. ეს შეიძლება იყოს ახლახან შექმნის თარიღები. საბედნიეროდ, Instagram-სა და X-ზე ეხლა შეგიძლიათ შეხვიდეთ მომხმარებლის ანგარიშზე და მათ დაამატეს გამჭვირვალობის ფუნქცია, რომელიც აჩვენებს, როდის შეიქმნა ანგარიში. უბრალოდ იცით, თითოეული დეტალი, რომელსაც მოგცემთ, უბრალოდ მას მეტწონას ძენს. ერთი დეტალი თავისთავად მტკიცებულება არ არის. ასე რომ, თუ ანგარიშს აქვს საეჭვო სპამის მსგავსი სახელი, ის შექმნილია ბოლო 6 თვეში. არ აქვს პროფილის სურათი. ის დღეში ასობით პოსტს აქვეყნებს. ესეთი დეტალების ერთად განხილვით შეგიძლიათ დაიწყოთ შეფასება. ხო, არ ვიცი, ეს არა ავთენტურად ჩანს. ეს არ არის ავთენტური ქცევა. და რაც უფრო დახვეწილია ანგარიში, როგორც თქვი, რასაც ჩვენ უწოდებთ ფიქტიურ პერსონებს, ან რეალური ადამიანი დგას მის უკან, ნაკლები ასეთი ნიშანი აქვს. ასე რომ შეიძლება ძალიან რთული იყოს. და ხანდახან მეც არ ვიცი სხვაობა სხვათა შორის. მე გენიოსი არ ვარ, მაგრამ ტექნოლოგიას ვიყენებ იმისთვის, რომ მონაცემებში ისეთი კანონზომიერებები ვიპოვო, რასაც სხვანაირად ვერასდროს დავინახავდი. ესე რომ ჩვენ ისევ, როგორც თქვი, საშიშ პერიოდში ვართ, რადგან ადამიანებს უკვე შეუძლიათ შეამჩნიონ რაღაცები და ეჭვი გაუჩნდეთ. არ ვიცი, უცნაურად მეჩვენება დრო და ანგარიშის ხასიათი. მაგრამ ზოგჯერ მეც კი საჭიროა ცოტა უკან დავიხიო და ტექნოლოგია გამოვიყენო, რომ მთლიან სურათს შევხედო და დეტალებში არ დავიკარგო. იცი, ძალიან კარგი აზრი წამოაყენე, რომ ეს აუცილებლად არ ამტკიცებს, რომ რაღაც ყალბია, ან ანგარიში ყალბია. მაგრამ ნამდვილად არის ნიშნები, რომლებიც ადამიანს უფრო და უფრო დაეჭვებს. ამიტომ ურჩევ ყველას, ვინც შეიძლება სიძულვილის კომენტარებს კითხულობს, რომ ამას სიფრთხილით მიუდგეს და ზედმეტად არ მიაქციოს ყურადღება. კიდევ ერთი რამ, რაც შევნიშნე, კიდევ ერთი კანონზომიერება ისაა, რომ არსებობს გარკვეული ანგარიშები, განსაკუთრებით ბოლო დროს, ანტისემიტიზმის საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც უბრალოდ ყველაზე ბინძურ, რასისტულ, ნაცისტურ სიძულვილს ავრცელებენ. და როცა მათ ანგარიშზე შედიხარ, შეიძლება რამდენიმე წელი არსებობს, მაგრამ ყველა პოსტი, ყველა რასაც ვამბობ, ხო გესმით, რეალური შინაარსი საერთოდ არ აქვთ გამოქვეყნებული. ყველაფერი ებრაელების მისამართით დაწერილი პასუხებია და ყველაფერი ნაცისტური შინაარსია. ესეთი ანგარიშები და ჩემს კომენტარებში ბევრ ესეთ ანგარიშს ხედავ, ხო გესმით, ამას სერიოზულად არ უნდა მიუდგეთ. თუნდაც თუ რეალური ადამიანია ამის უკან, შეიძლება იყოს მაგათად მე არ ვამბობ რა ესეა, მაგრამ შეიძლება იყოს, ხო გესმით, ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის კიბერდანაყოფი. მათ ყავთ მთელი განყოფილება რეალური ადამიანებით, რომლებიც ამას აკეთებენ. ისინი ნამდვილად ესმიან თავს განსაკუთრებით გავლენიან პირებს ან აქტივისტებს. მაგრამ ხო გესმით, უკვე 9 საათი გავიდა, მაგრამ მაინც მინდა მადლობა გადანიხადო Travis შენი შეხედულებებისთვის. მინდა ყველას მოუწოდო, რომ Travis Instagram-ზეც მიხვეთ. ეს არის talk to the number 2 Trav. ეკრანზეც გამოვიტანთ. მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებ. დარწმუნებული ვარ, კიდევ დაგვიბრუნდები სტუმრად, რადგან სამწუხაროდ ეს პრობლემა ყოველდღიურად უფრო და უფრო აქტუალური ხდება, როგორც ჩანს. მაგრამ ნამდვილად მოგვაწოდე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ირანის საინფორმაციო ომის შესახებ, რომელსაც ახლა მთელი მსოფლიო ვეჯახებით. არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ, თუ ინტერნეტი გაქვს, ამ ომის ნაწილი ხარ. და იცი რა, თუდაც ირანის ხალხივით არ იყო, ვინც მოწყვეტილია სამწუხაროდ, მაინც ამ ომის ნაწილი ხარ. ასე რომ, Travis, მადლობა რომ დღეს შემოგვიერთდი. მადლობა, ემილი.